ვაგრძელე ფულიშოვნა ეს ჯეტია ხუჩი და აბა როგორ მოგწონს? ფართი თუ ჩემი სახე. ორივე. ნუ ჩემს სახეს რა შეეხება, ანუ პლასტიკური აღარ გამეკეთებია ხა ბიჭო, ისნა დავემალოთ რა პროსტა. მე ბიგა დაიკრიჭა ბიჭმა. და უკან დავიწერეთ F-ი თავისი გვირგვინით. რავი მგონი კაია რა. და ძერს კი ვარცხნილობა ზმაო. და ხო თვალებზე და ნუ რაღაც ისინი გამიკეთა რა ბოტოქსები და რაღაცეები და ცოტა ხანი ჩაშავებული მაქვს ვიღაცას ნაცემი ვეგონებით, მაგრამ დედი ამბობე, მოკლედ ეს პარტია რა და რა სიტყვი? მოკლედ მეგობრებო, ამ ფარტში გვინდა გავაკეთოთ იარაღის საწარმო რა. ეგრეთ აქედან მე კატერებით გავიტანთ ექსპორტზე რა, კატერები შევლინს ზღვაში მე იქ თვითფრინავები დაფრინდებიან, ზღვაში თვითფრინავები და იქიდან გავიტანთ ქალაქში და გავანაწილებთ რა. მოკლედ მაგარი კანალი გავუჭერით აქედან პირდაპირ ეს აუაქ ჩემის გასაკეთებელი გვაქვს ბიჭო, არ ჩავარდე ეგ არის. აქ კატერები დადგებიან, ძმაო პატარა პორტივით გვექნება, ნუ რო რაღაცა და დიდი გემი ჩემოვა. იქ გაკეთება იმ ანგარში იარაღი, იქითაც იარაღი, მოკლედ ამ ტერიტორიაზე გვინდა იარაღების საწარმოს გაკეთება რა. ოპა, წარმოიდგინეთ Black Mamba-ს ექნება საკუთარი იარაღების საწარმო. Mamba Guns. ანძერსკია და უყოთ ეს თუ ეხლა 10000 ლაიქს და დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს. და მეგობრებო, CS:GO fast როგორც ისიც Black Mamba-ს აკუთრება და კიდევ გვაქვს აქცია. გამოიყენეთ ჩვენი პრომოკოდი AMICO და მიიღეთ უფასო кейსი საჩუქრად. Random case ეხლა რა ფასიანი кейსი ამოგივათ მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ლინკი იქნება აღწერაში და მაქედან გაიარეთ რეგისტრაცია. აღწერაში არა კომენტარებში აპინურეთ. ვიდეოს სპონსორია CS:GO fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი უფასო სკინი ხوار უნდა აქვთ სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღწერაში მდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით AMICO ზარქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ, ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკი. ბიჭო, იმან დაგვიერეკა ვიღაცა რა მქვია იმან? ლამარმა დარეკა თქვენთან? ხო, ფრანკლინის ველი ნაცნობი ვარო და მაგის ნახვა მინდაო რა. ლამარი ფრანკლინის თორი მოუდის ძმაკაცია რა, ახლობელი ესე ვთქვა და. ვახ. ხო და აჰა დაელაპარაკე აბა. ვახ, დამარეკინე აბა ერთი. ფრანკლინ, ჩემი ძმა როგორ ახარ? ლამარ? ბიჭო, ლამარი ვარ, როგორ ახარ? როგორ დაგავიწყდი გეტოზე რა დრო გვაქვს ნატარები ჩემი? გამოხვდე Black Mamba და აღარ გინდა ბავშვების პროსიკის მაგაცები? ლამარ, ზდაროვა ძმა, როგორ არა მახსოვ ხარ და ეხლა ისეთი ახლოს მაგაცები ჩვენ არ ყოფილვართ ისე რო რაღაცა და ეგრევე საუბრობთ ერთმანეთს. მა ეხა არიცი, კაი ეხა გაჩერდი. მისმინე ნახვამით არა შენი რა. რატო ხმშვიდობა? მაგარ თემაზეც მო ბიზნეს წინადადება მაქვს რა და ჩემს სახში გაიჩდები? ჩემი სახლია მომენტ პრინციპში არ ჩამოვართმევთ, ადრე ჩამოგვართვეს და ეხლა იქ არავინ აღარ უნდა იყოს და. კაი გავიჩიტები, ოღონდ რამე სერიოზული, იმიტომ პატარებს ახლა მეზარება რა ბოდიალე. სერიოზული ძმა, ამხელა კაცი ხარ უკვე Black Mamba. ბოსი ეხა ისე ხო არ მოვალ შენთან წინადადები. კაი, მიდი. მიდი ჩემი ძმა ხარ. რა კაცია იმენა რა. ვინ არის ეგა? ერთი ბავშვების მაგაცია რაღაცა და. კაი, მოკლედ თქვენ აქ დაალაგეთ ეხლა, ჩამოიყვანეთ ხალხი, მოხოდეთ საწარმო და მე წავალ ქალაქში. ბიჭო, ზებნაში რო ხარ? ეხა ბიჭო, ვის დავემალო? ჭკვიანად. წავედი, მანამდე ბიჭები აქ მოხოდავენ რაღაცებს ამ ტრაილერით. დავბოდიალობდით ეხლა კონსოლზე და ვეძებდით ადგილს, სადაც უნდა გაგვიკეთებინ ეს იარაღის საწარმო და რავი, ეხლა შემაძერთ ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია რა. დავაწექ ეხლა მე ჩემი სახლისკენ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე მომწონს და დაწერეთ თქვენაზე კომენტარებში რა თქვით მაგ იდეაზე რა. ეს უეჭველი ავგუსტინის ძველი კოლექციიდან ამოიყვანეს უბრალოდ ეს ტრაილერი, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩამოგვიყვანე, ახლა ვერ ჩამოვიყვანდით ფიზიკურად რა, ვიცი, ცუდი რაღაც არ არის რა. ეს ჩვენი სასახლე. ჩემი თვითფრინავი სად არისო? ეგერ არის კაცო მიყენებული და ვაი გავაჩეროთ ეს აქ. და ეხლა იმედი მაქვს აქედან ამით მშვიდობით ავფრინდები რა. და სხვათა შორის Black Mamba-ის მერზე ფაზაკლება გრძელდება, იმიტომ რომ ნუ ეხლა ცოტა არასწორი იქნებოდა ჩემი მხრიდან რომ გამეთიშა ფაზაკლება, იმიტომ რომ კვირას არ დამედია ვიდეო, კი და შაბათს არ დამედია ვიდეო და შაბათ კვირას უნდა ყოფილიყო წეს ფაზაკლება, მაგრამ ნუ თემა ის იყო რომ შაბათს ვიდეო არ დამედია საერთოდ. და კვირას კიდე საღამოსდავდე გვიან და ამიტომ ინფორმაცია არ ქონდა ბევრს და დღეს და ხვალ გაგრძელდება ეს ფაზდაკლებები კიდე და დავაი მიდი. და ფაზდაკლება Black Mamba-ის მერზე გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკზე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, ჰუდი, მაისური, მობილურის кейსი, ჭიქა, ბარათზე დასაკრავი პაზლი ან მაუსპადი, მაგალითად გსურს მაისური, ვაჭერთ მაისურს, ირჩევთ სასურველ მოდელს, სასურველ ზომას, ირჩევთ ფერს, რაოდენობას, კალათაში დამატებას და მიჰყვებით ინსტრუქციას. ანალოგიურად ვიქცევით სხვა პროდუქტებზეც და ვისაც ეძინახსურთ იჩქარეთ, რადგან ფაზდაკლება სულ რამოდენიმე დღეში მორჩება. მიდი ჩემი ძმა, მიდი. აუ, ჩემი კაი რა. წავიდა. აფრინდი, ოღონდ სხვაში არ ჩავარდე გეხვეწები. ეგ არის, აბა რა, ბიჭო, რაც ვიცით თვითფრინავის ტარება. და ეს თვითფრინავი მე თავიდან გვეყოლება საყიდე, იმიტომ რომ რაც ყავდა ეგ უკვე დაგვიყადაღის.
ჩვენ და სამწუხაროდ. ნახეთ რა არა ლამაზი კუნძული გვაქვს იმენა. კიდე კაი ეს კუნძული ისე დავითრიეთ რა. მანამდე ავგუსტინი ისე რა პონტებში იყო. და მოდი ახლა ამჯერად უკვე ქალაქში დავუშვები, იმიტომ რომ მაგრამ ქალაქში რო დავუშვო მე საწავიდი. აქი დავუშვები კაცსადმე და გადავაგდე მე ამ თვითფრინავს რა. ახლებს ვიყიდი, გავაფორმოთ მე წესიერა და სამე დასაჯდომ ადგილს მოვაწყობთ. დავაი, ვეშვებით ახლა ვიწყებ დაშვებას და იმედი მოხსნა მშვიდობით დავეშვებით. მამეთ პრინციპში წინაზე სადაც სიჯი დამხვდა მადრო დავეშვა რა. გვერდით არის ხო სადღაც ეგზაკი, აი აქ მიდი. აი აქ უკვე შანსი გვაქვს, აქ უკვე შანსი გვაქვს. დაეშვი. ეგ არის. აი რაც ვიცით რა. კაი, ამ თვითფრინავს აქ დავაგდებ. დაიტოვე ძმა თქვენი იყოს. გაიყვანე აქედან. დაიტოვე 450,000 ღირს ბიჭო. იზია რა. და -$50 ტაქსში რომ მოსულიყავით ტაქსო პარკამდე, ნუ თავის გარაჟამდე მოვაყვანებთ ის თავი, იმიტომ რომ ვიღაცა ყიდის ფერარს. და ჩვენ ხა მანქანა არ ყავს და მანქანა მჭირდებოდა უცბად. გავუმარჯოს მა შენ ყიდი? სალამის მაო შენ გესაუბრე? კი, მოკლედ შენია ძმა ესა? ტაქსო პარკი ჩემი არ რაღაცა ფული დავიტრი მოვარტყი ადამიანს და ვყიდი რა. და ფასი? 1,800,000-ში მოგცემს მაო. 1,800,000 ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფერარია და აი ეს ფერარი 1,800,000 მომენტ ღირს. Просто ისეთი ფერარია, რომ აი ამას უნდა მოუბრთხილდეთ ძმაო და ესე ყოველ მეორე დღეს რო ვამტროთ დავყიდი და რა ვიცი, ვაგდებ სადღაც ჯანდაბაში მანქანებს, ეგრე ვერ უნდა მოვექცეთ ახლა. ფული კი გვაქვს და სუ კარბონებშია. ხედავთ აი ეს სუ კარბონებია რასაც ქვია, აი აქაც, ავი სალონში ყველგან კარბონი არის გამოყენებული. ვახ პოლიცია თო? აიც დავიმალო. არა სხვას მისდევენ. ზოდი საქმე ჩავალაბო? არა ძმა მე საკონდიტ რომ მაგახსნილი რა. ნამცხრების? ხო რა, ნამცხრობს და რაღაცებს ვაკეთეთ. მოკლედ, რა ქვია შენ საკონდიტროს რომ მოვიდე? ბლეიქმაბა ძმა, მაგარ ნამცხრობს ვაწყობ და დამიკელი რა ცოტა. ვერ დავაკლებ რა ფიზიკურად რა, სერიოზულია ძმა, ბევრად მეტი მიზის. აი 1,800,000. ხარაშო. როგორი ხდი? კრიპტო რა ძმურად რა. კრიპტოზე მაშინ წავალი მილიონი რა. აუ ჩემი, არა და მაგრად მომწონს ახლა მინდა ეს ფერარი თან 2 მილიონი მენანება, მაგრამ კაკეშების აპროცენტო ხო ისია რა. აჰა, -2 მილიონი ჩვენს ანგარიშზე. წარმატებები ძმაო. წავედი წარმატებებში. წარმატებებს მისურვება რა იქნება 2 მილიონი ჩაგახუტი, მაგრამ ოპა, რა ძერს კია ნახე სულ ახალი საბორავებით, გავედით მოდი აქედან ფრთხილად და ეს იქნება დღეიდან ჩემი დეილი მანქანა რა. ის გარაჟი გაგვემაზა, ესე იგი ახალი გარაჟი მაქვს, აყიდი ახალი სახლი და ნუ ყველაფერი ახალი მენა ვახ ჩემი ხადაო 2 მილიონი გადავიხადი ამ წამს მანქანაში და ვიღაცას დავარტყი ეგრევე. კაი, ფრთხილად გავიდი აქიდან ბრუნი არ უკეთია როგორ ჩანს. კაი რა. ბიჭო, მე გადავები, მაგრად გამიტყდა ახლა მანქანის დამტრევა. მაგრამ წავედი ერთი დროზე სახლში რა უნდა ლამარს გამაგებინოს რა ბიზნეს შეთავაზება აქვს ჩემთვის. ესეც ჩემი ძველი ბაითი და ჩემი უკვდავი დოჯიც აგერ დგას, რომელიც დამეთანხმებით რომ ნახდათ ძალიან ძერს კია და შევიდია ბერთი შიგნით. ოპა, კარი კი არა ღია როგორც ყოველთვის აქამდე არავის არ გაუძარცვავს. ნუ აქ რაღაცები კი არის ამოტრიალებული, მაგრამ ნახე როგორ არის ყველაფერი მიყრილი. მოკლედ რა, სადაზღვოს ფეხებზე კიდია ყველაფერი. რა ხმა ისმის დაბლა? სადაა ბიჭო, სახში არის უპატრონო შემოსული? რა შვები ძმა? ფრანკლინ ჩემი ძმა, როგორ ახარ ძმა? რამდენი ხანი არ ვინახიხარ ხა? ჩემ სახში რა გინდა ბიჭო, რატო შემოხვედი? კაი ბიჭო, ჩემი და შენი სახლი რამ გაყო? ბიჭო, რომელი ისე ძმა კაცი შენ ხარ? ჩემი რო ესე შემოხვედი ჩემ სახში. თო ამოდი ერთი აბაზევი. კაი ბიჭო, რაზე ბრაზდები? ამოდი ამო ერთი წამი. კაი ბიჭო რა, კაი რა. კაცია იმენა რა. გამოაბა ერთი წამი გარეთ. მისმინე ბიჭო, ეტოქში მაგარი შეთავაზება მაქვს რა. პატარა ბიზნესი არის, მაგრამ დიდი ფული შეგვიძლია მოვჭიმო და შენი დახმარება მინდა რა. როგორც ადრე აკეთებდი ბიზნესებს, ეგეთი ბიზნესები გინდა ახლა შემომთავაზო? არა. კაი ბიჭო, რა ადრე რაღაცას დავიწყებდით ერთ კვირაში, მენე всё კარგად იყავი, პირველ მოგებას აიღებდა და წავიდა, აღარც ფრანკლი აინტერესებდა, არც არავინ. ხან კაიზნოებში, ხან დალევაში, ხან რაში ხარჯავდა კიდე მაგ ფულს ვინ იცის რა. არაც მოგეუნები ამ ერთხელ გვერდით ამიდექი, სერიოზული ბიზნეს იდეა. და ამიხსენი რა. ახსენს არ ჯობია მოპირდაპირ გაჩვენო. ლეგალური ეგ ბიზნესი? ლეგალურია ძმა, ლეგალური. იცოდე, არანაირი ნარკოტიკი ძმაო, არანაირი არაფერი. იმენა მსგავს ჩვენ არაფერს არ ვეკარებით ბლეიქმანბა ახლა. ჩემი მაქვს, მაგრამ რაღაცა ბავშვობის თემაში შემიძლია ხა რაღაცაში ხელი წაგიკრა რა და დამიზერთ კომენტარებში დავიხმარო თუ არა ამას რა. არა ძმაო, მე გავიზარდე შევიცვალე ნახს გეუნები რა. კაი, წამოაბა ერთი. წადი გეუნები არიან. კი ვიცი რომ საბოლოოდ ვინანებ, მაგრამ ესა ფრანკლინ ძმა ის კატერი ყავს. კატერი რა შეგინდა? ბიჭო, ანუ კატერი გჭირდება რა ბიზნეს მოსახუდად რა. კატერი, დავრეკავა ერთი წამი. სიჯი? რა შვები ფრანკლინ? ბიჭო, ქალაქში ჩამოვედი ერთი ბავშვობის ნაცნობია რაღაცა და რაღაც ბიზნესში უნდა პატარა ხელისკვა და კატერი ყავს? ბიჭო, ჩვენ არ ყავს ხა ჩვენ საიდან ყავს უყავდეს გესვენებოდა, მაგრამ დავრეკავდა დაკოხედრებენ პორჩი. კაი, თოქში ერთ ნახევარ საათში მივალა რა, 15 წუთში და დამახვედრონ, კაი? მიდი. ეგ არის კატერი გავჩითე.
რა რაღაცა ისა თევზეულობის თემა. თევზეულობის რა ტიპია? თევზების ბიზნესში რა უნდა ამას თო გამაგიჟებს, მაგრამ წავედით. რამფერი არის დაგითრევია, ისე ბლეკმონდის საქმეები როგორ მიდის? რა ვიცმა, მე ხლა აგერ პოლიცია მეძებს და ვარ რა. პოლიცია რა პუნჩი? არაფერი ძმა, ხა ბლეკმონბა ხო იცი, ხა ტორტების ბიზნესი გვაქვს და ხა ჩვენი ტორტით ვიღაც მოიწამლა და მაგიტო ხა ვერ ხვდები რა პუნჩი? არა, კი ხვდები, მაგრამ მარა ეხლა ას მახსნევინებთ ყველად ესეც მაგარი ტიპია რა. წავედით ეხლა ეგ არის, გამომიგზავნა სიჯიმ ჩვენი კატერის მისამართი და დაგვახვედრებენ რა. ჯიგარი ხარ ძმაო, ამერწმუნე იმენა არინანებ რა. ილოცე რო არ ვინანო შენი დახმარება რა. მომკალით მომერე თუ გინდა. რა ტიპია იმენა და შენი ცოდვით აღარ გავიხარო მე ხო გამანებეც მაო თავი. ფრანკლინ რა. ოკეი, ესე ჩვენი აგერ პორტი, იმენა სიჭი მაგარი კაცია რა. დაურეკეთ და 2 წუთში ტიპმა რასაც ქვია გააჩინა კატერი და მოდი გავეჩეროთ ჩვენი ავტომობილი აი აქ ესე ლამაზად. ეს აფრებიანი კატერია, მე მეკობრები ხო არა? ერთი წამი, ეს აფრებიანი კატერი არის? არა, იქით არის ჩვენი კატერი, მაგრამ აფრებიანი რო იყოს რა, მუქთას გამოგაესინჯება რა გჭირ შენ? არა, ძმაო, პროტა აფრებიანი არ გამოდგება, ცოტა ჩქარი კატერი გვინდა რა. აბა თევზების ბიზნესში ჩქარი კატერი რაში გინდა? ბიჭო, ნახავ რა. ტიპია, წამო, ეგერ არის ჩვენი კატერი, რაღაც არ მომწონს იმენა ეხლა ამის ესეთი საუბარი და იმედი მოქვს რომ ეს შარში არ გამხობს, ეხლა შარი მეთან არ მაკლია ისედაც. ნახოთ აბა ერთი, ეს არის აგერ ჩვენი. ეს მაგარია, ძმაო, მაგრადილის უეჭველი. წესით კი მაგრად უნდა იაროს, დავაი გადმო. დესკია ძმაო რა, დავაი გავყვეთ ეხლა ჩვენ აქ არახს. რომელ არხს? იქით თუ აქეთ? არა, მარჯვნივ შეყევი. მარჯვნივ? ხო. მეღადაო ბიჭ, მაგით რა გვინდა? რა არხში რა ჯანდაბა გვინდა? აქ რა თევზი უნდა დაიჭირო? არა, ძმაო, თევზების ყუთი უნდა მოგცენ რა. თევზების ყუთი? რამე არალეგალური თევზების ბიზნესია ბიჭო, თუ რა არის თო? შედი. აი დავაწვეთ ამ არხის ხოთაშორის არასდროს არ ყოფილი ვარ. მეღადაობები, ის უნდა გახსნა პატარა ვენეცია ამერიკაში თუ ეს რა პონტია? წადი, გეონები, მაგარი ბიზნესია ძმაო. აი დავაწექით აბა ერთი ვიარო ხოთაშორის. აი ადგილი კი აი ეს ადგილას ჯეტია ხუჭი მე არ ყოფილი ვარ. ანუ პირველად ვარ ეხლა კატერით. რამდენი ხანი ვარ ამ თამაშობ და კიდევ რო აგრძელებს ეს თამაში ჩემს გაკვირვებას მე მაგრად მეკურს რა. შედი შიგნით? აქ ბიჭო? მედი ნუ გეშინია. ფრანკლინს არაფრის არ ეშენია, მაგრამ ეხლა რა ხდება? ეხლა ნახე ძმა, წინ მიაყენებით რა, ლოკაციაზე. ჩემი პარტნიორი დაგხვდება და მოგცემს რა ხუთს მოგცემს. რაღაც კაი სუნემი არ მცემს ეხლა ნახდად, მაგრამ რა ვიცი, მივიდეთ ერთი და ვაი ამის ბრალი ბიჭო, ამ რამე შარში რო გამხვიოს მე. მედი წინ. მოდი გავეჩეროთ აბა ერთი აქ. აქ არის შენი პარტნიორი? წინ. აქ. აბა შენი პარტნიორი. გაჭედილი აქ რაღაცას არ ჩანს. ჩვენი ძმა, ჯიგარი ხარ? ძმა, ეს გამომართვე. დავაი დაგაზეთ ეხლა აქედან. ეს კაცი იღავს მეთევზს ეს. მაგარია ძმაო, დავაი დავგაზეთ. რა კაცია თო? თევზის სუნი რო არ აქვს ამ ყულს, რაღაცა მოგცა ეხლა პროსტა მარჯ. ვახ! დაგაზეთ. ვახ! დამჭრე შენი. იარაღიც არ მაქვს. ხო არ უბერო ბიჭო ეს რა არის? დაგაზეთ ჩემი. თევზების ბიზნესის ახლა მოუნდა. რა თევზების ბიზნესი ბიჭო, თევზების გამო დაგვიშვა ხალხმა, თან სკუტერებით მოუძდებენ. მიდი დაგაზეთ გეტყვი მე. ბიჭო, ეხა იმენა ეს გამოჭედინებს. დავაი წავედი აქედან რა შეიძლება მალე? და ისევე კი არ გინას დაბრუნდი ისევ და მოგხილდ მანქანით ორ ესენი გამოგვიკდებია. იღადავები ბიჭო ტიპა საჩემო მიყვანა თო? ბიჭო, იცოდე იქ რო თევზები არ იყოს დაგბრიდავ. არა, ძმაო, თევზების ბიზნესია, პროსტა მაგარი ოროგულები და ის არის რა, ზვიგონის ხორცის კონტრაბანდა ხო ხდება. აბა ლეგალურიაო ბიჭო. ლეგალურია თვითონ ხორცი თორე, საქმე არა. ჩემი იმენა რა. ბერტოვებს? მაგას ძმაო. ჩემი კაი, საიდან გახოდა ამანა თევზების ბიზნესი ან რაღაც მე აზიარა ვარ, მაგრამ ნუ კიდევ კაი გადავრჩიტო, გამარტყეს ტყვია, მაგრამ იარაღი არ მაქვს თან წამოღებული, იმენა რა ტიპია რა, როგორ ვენდი ამას? აკაც არიან ეს წაღლიშვილები, მოხიე. მეღადავები? ყველგან ესენი არიან, ბიჭო. მედი ვისურვენ მოგეშინია. ჩემი, აი რა, ნახე, ჩამწკრივებულები არიან და მენამ წკრივში გვესურიან. მეღადავები, ბიჭო, აქითაც კიდე ამას შეხედე. მიდი პორში დამუხიოს. შენ მასწავლა ეხლა მე როგორ უნდა მოვიქცი და ვაი შევედით ესე ფრთხილად. აქ დავაყენეთ. მიდი მალე ეგ არის. იქით სანაპიროზე არიან, აქეთ უკვე სამშვიდობოზე ვართ. ეგ არის всё რა, აქეთ ვეღარ მოვლენ. გადმოეთრია ბერწამი კატერიდან. კაი რა ფრანკლინ რა. გადმოდი ერთ წამი ამოდი ზევით. ამოეთრი ერთი წამი შენ ზევით განახებ ხე კაი რა ფრანგლის. მოდი აქ. კაი რა ის რატო ბრაზდები რა. საჯანდაბაში გამიქცა ბიჭო, უკან ხე გამოვიხედა აღარ იყო. ლამარ შენ გიტირებ ყოფას ბიჭო. ამას იმენა სახეს გავას რომ ხო ვიპოვი საწავა კიდე ნახე რა გამაკეთებინა თო. მოვუძებდი ამას გეტოს და იმენა ყურებს დავახილ. დაწერეთ კომენტარებში რა შეიძლება ყოფილიყო იმ პაკეტში და როგორ მოვიქცეთ ლამარს. და აუყვავთ ვიდეო 10000 ლაიქს რომ ხვალ გამოვიდეს მეორე ვიდეო და ხვალ დაიდებას ხოთაშორის ორი ვიდეო, ამიტომ დილით და საღამოს დაელოდეთ ორ ვიდეოს.